როგორ დავამონტაჟოთ სარევიზიო სარკმელი სპეციალურად მოწყობილ სანტექნიკური გაყვანილობების კოლოფში. დეტალები იხილეთ ჩვენს ფილმში. სამუშაო შესასრულებლად დაგჭირდება შემდეგი მასალები: კნაუფის მდგარის და მიმმართველი პროფილები, გრუნტი კნაუფ ტიფენგრუნტი და თავად სარევიზიო სარკმელი. სამუშაო ხელსაწყოებიდან დაგჭირდება თარაზო, ხერხი, ლითონის მჭრელი მაკრატელი, განკვეთი, ელექტროსახრახნისი და ფუნჯი. სარევიზიო სარკმლის მდებარეობას განსაზღვრავთ წყალგაყვანილობის შახტის კარკასის მონტაჟის ეტაპზე. სარკმლის ზომის მიხედვით ვამატებთ მდგარის პროფილებს. მიმმართველი პროფილებისგან სარკმლის ღიობის შესაქმნელად ვამზადებთ შემაერთებლებს. ჭრით პროფილის გვერდებს, მხრით კუთხეებს და ამით ვამზადებთ მყარ, სტაბილურ ჩარჩოს. შემაერთებელ ნაწილებს ვაფიქსირებთ განკვეთით. სარკმლის მონტაჟს ვიწყებთ მხოლოდ კარკასის ფილების ორფენოვანი შემოსვის შემდეგ. მოპირკეთებულ ზედაპირზე ვახდენთ სარკმლის კონტურის ზუსტ მონიშვნას. შემდეგ სპეციალური ხერხით ვჭრით ღიობს. გაჭრილი წახნაგები აუცილებელია დამუშავდეს კნაუფ ტიფენგრუნტის გრუნტით. ხოლო ამის შემდეგ სახრახნისით ვაფიქსირებთ სარკმელს. ამით სარევიზიო სარკმლის მონტაჟი დასრულებულია. კონსტრუქცია მზადაა შემდგომი მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის. კნაუფის სარევიზიო სარკმელი უზრუნველყოფს კონსტრუქციის საიმედოობას და ქმნის ერთგვაროვან ზედაპირს, რაც გარეგნულად არ არღვევს საერთო იერსახეს. კნაუფი ვაშენოთ ერთად.